კლიმატის ცვლილება მარცვლეულის მოყვანას ისეთ ადგილებშიც კი უწყობს ხელს, სადაც აქამდე შეუძლებელი იყო. ისეთი სუსხიანი ამინდის გამო, როგორიც მაგალითად აქ, ისლანდიაშია. ეს შვრიის საცდელი ყანაა, სადაც სხვადასხვა სახეობას ვთესავთ. გვინდა ვნახოთ, როგორ იხარებს შვრია ექსტრემალური ამინდის პირობებში, როცა ძალიან ცივა, დიდი თოვლი მოდის, ძლიერი ქარია, ან ხშირი წვიმა თუ გვალვა იცის. გსურს სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი და შვრია უკიდურესი ჩრდილოეთის ზოლშიც მოვიყვანოთ. To the final frontier. ჩრდილოეთ ევროპის 5 პერიფერიული ქვეყანა და არქტიკა იღებს მონაწილეობას პანევროპულ რეგიონთა შორის პროექტში, სახელწოდებით შვრიის საზღვრები. ეს იდეა თავდაპირველად რეიკიავიკის ახლოს მდებარე ისლანდიის აგრარულ უნივერსიტეტში გაჩნდა. ჰელგა 400-ზე მეტი ჯიშის შვრიის თვისებებს იკვლევს. ამ პარკებში ჩაყრილი თესლი იწონება და იზომება როგორც გაშრობისა და გასუფთავების წინ, ისე შემდეგ. Once we have cleaned them, we know the complete yield. თესლის გასუფთავების შემდეგ უკვე ვიცით, როგორი იქნება მოსავალი და შეგვიძლია გამოვთვალოთ, რამდენი ტონა მოვიდა ჰექტარზე და რა რაოდენობის მოსავალი მოგვცა შვრიის თითოეულმა ჯიშმა. შვრია ძალიან გამძლე მცენარეა, იგი ძალიან რთულ პირობებშიც კი ხარობს და შესანიშნავ მოსავალს იძლევა. Grow in very poor conditions, but still have excellent yield. ორნს მარცვლეული 2009 წლიდან მოჰყავს, მაგრამ ისლანდიის სამხარეში ის ერთადერთია, ვინც მოწეულ შვრიას ადამიანის მოხმარებისთვის ყიდის. We get, less yield than in warmer countries. ჩვენთან მოსავალი თბილ ქვეყნებთან შედარებით ნაკლები მოდის, მაგრამ ძალიან ჯანსაღია. არ ვიყენებთ ქიმიკატს, ისე ვაწარმოებთ უამრავ მარცვლეულს. ამჟამად შვედურ ჯიშს ვიყენებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ახალ, გაცილებით მსხვილ მარცვლიან და უკეთეს სახეობებს მოგვაწვდიან. სწორედ ეს არის ამ პროექტის გრძელვადიანი ამოცანა. Long-term goal of this project. ამ პროექტის საერთო ბიუჯეტი 1.600.000 ევროა, რომლის 60%-იც ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა. 5 ქვეყნიდან წარმოდგენილი 10 პარტნიორი მონაწილეობს ამ პროექტში, მათ შორისაა ისლანდია, ირლანდია, ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია. შვრია სხვა ტიპის მარცვლეულზე უფრო ამტანია და გაცილებით ნაკლები ფუნგიციდი სჭირდება, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ მისი რომელი სახეობა რომელ რეგიონში იხარებს ყველაზე უკეთ. ან მთელი ჩრდილოეთის რეგიონისთვის მხოლოდ ერთი სახეობა ხომ არ აჯობებს. სწორედ ამას ვუწოდებთ გენოტიპისა და გარემოს შეგუებას და გვინდა ვიცოდეთ, რამდენად ვიპოვით იმ ერთ სახეობას, რომელიც ყველა ადგილას ივარგებს. ან ხომ არ ჯობია დავაკვირდეთ, თუ რომელი სახეობა გაამართლებს ირლანდიაში, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება იმ სახეობისგან, რომელიც ფინეთში გამოდგება და ასე შემდეგ. ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ გავარკვევთ.